22 год. 2022 წელს ალბათ გვახსოვს სახალხო შოიგუ და პუტინი როგორ ხშირად მიდიოდნენ ტაიგაში და ადგილობრივ შამანებს ხვდებოდნენ, რომლებიც იმ დროს დიდი პრივილეგიით სარგებლობდნენ. ისინი სისტემატურად ატარებენ რიტუალებს უკრაინაში, რუსეთის ჯარის სასარგებლოდ. ქართული რეალობა როგორი იყო. კანონიერი ქურდების ინსტიტუტი თავიდან შეიქმნა როგორც რეჟიმის ინსტრუმენტი და ემატა ფსიქიატრია. თუ გინდა გაიგო რა ხდება ქვეყანაში და როგორი არის ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, უნდა შეიხედო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და ციხეებში. ხალხო გატყუებენ ცხოვრებას ლამაზ ფერებში გიხატავენ, სინამდვილეში დაგიმონეს, რა გეზეიმებად, რას გავხართ. ამ სიტყვების დასრულება ნაზი შამანაურმა ვერ მოასწრო. დედას არ მისცეს დაკრძალვაზე მისვლის უფლება. ის ფსიქიატრი, ვინც ნახსენებიანი ნაზი შამანაურის დღეულში შეიპარება პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილთან, ხო? ძალიან სიმბოლურია, ეს ყველაფერს აღწერს. საცოდავი ხარ, სასაცილო ხარ. ეს რეპლიკები დამშვიდებას რომ არ ემსახურება ადამიანების, ეს ხომ ცხადია. რატომ აკეთებენ ამას? ამოექანეთ თაწმინდიდან გადმომასვლით, რაც ყველა ემოციური ლაბილობის ნიშანია ასეთი. ყველა ნორმალურ განვითარებულ საზოგადოებაში ამას ებრძვიან და ჩვენთან კიდე ამას იყენებენ. სწორედ ეს არის ის, რაც მიგვაქანებს უკან იმ რეგრესისაკენ.